რაც შეეხება შედეგის მოტანას, ან ზოგადად სოციალურ მეცნიერებებით პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობა ეს არ არის 2+2 უდრის 4-ს. რა, უმეტეს შემთხვევაში 2+2 უდრის გააჩნია რა იქნება. რა, შესაბამისად ჩვენი პროტესტი რა შედეგებს გამოიტანს, მიუხედავად ჩემი ოპტიმისტური განწყობისა, ეს ძალიან ძნელია გათვალო, რო ვიცოდე, გეტყვით არ დაგიმალავთ, ხო? მაგრამ მოდი შევხედოთ რა შეიძლება აკლდეს ჩვენი მხრიდან, რა მე ეს მარტივად ვიკითხავ, რა არის ის რაც მოგწონთ, რაც არ მოგწონთ, რაც მე სისურვებდით. ზუსტად მივდივარ რა. ან ხო, გასაგებია რომ როდესაც თბილისის მოლთან შევიკრიბეთ, რაღაც შიშველ ნერვს შევეხეთ, ძალიან გაღიზიანდნენ, ან არ ელოდნენ, ისევ და ისევ, თუნდაც იმ რაოდენობის ადამიანებს არ ელოდნენ, მათი პოზიციიდან ეს ამდენი ხანი რომ ვიკრიბებით, ჯიუტობთ და ასე შემდეგ, ბუნებრივია არ იქნება მოსაწონი. ელემენტარულად აჩვენებს, რომ პროტესტი ცოცხალია და პრინციპში ვერ აკონტროლებენ ისე, როგორც უნდა აკონტროლებდნენ. ჩვენი მხრიდან ერთი, რასაც მე ვისურვებდი უფრო დიდი რაოდენობით, თუმცა მე ვისურვებდი ერთია და რეალობა მეორეა, პოლიტიკურ პარტიებს შორის უფრო რაღაც ერთიანობას და ყოველ შემთხვევაში რაც არ ვისურვებდი, სხვა ტერმინით როგორ თქვა, არ ვიცი, ეგრეთ წოდებულ შპილკაობას, რაღაც ერთმანეთში გამოკიდებ. თუნდაც ხილმანებზე, ხო? ანუ ჩემი არსებობს საკმაოდ ბევრი ტექნიკური საშუალება, რომ ერთმანეთს რაღაცნაირად დავკავშირდეთ, დაელაპარაკონ და ქონდა მათ თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი, სულ ახლა ხან, როცა რეზოლუცია მიიღეს ეროვნულ და ძალიანაც, ასე ვთქვათ, ჩემს პირადად მოსაწონი მაგალითი იყო, ხო? ანუ როცა ჩვენ ვიძახით, რომ რაღაც დიდ ბოროტებას ვებრძვით, ხო? ბიზნეს სახით, ამ რეჟიმის სახით რა. ამ შემთხვევაში ჩვენ მივდივართ რაღაც ლოგიკურ დასკვნამდე, თუ რაღაც დიდ ბოროტებას ებრძვი, მაშინ რავი გაერთიანება ამ ბოროტების წინააღმდეგ არ ტეხავს. შენი ამორჩეველი გაგიგებს, რა. და თუ შენ ვერ ერთიანდე, მაშინ შეიძლება რაღაც კითხვა გაუჩნდეს, რომ ამდენ დიდი ბოროტებაა ბოლო-ბოლო ეს, რომ შენ ხელს გიშლის გაერთიანებაში, რა. აღარ მინდა ხა ეს მაგალითი ისე მოვიყვანო, მაგრამ დავუშვათ უცხო პლანეტელები დაგვესხნენ, რა. გამოდის თუ არა კობახი და ჩემი ბუნებრივი მოკავშირე, რაც უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი შეხედულებები თუ ჩემი სიმპათიები და ანტიპათიები და ასე შემდეგ რა. თავად პროტესტს რაც შეეხება, ხა წარმოვიდგინეთ პროტესტმა გადაიარა საცივი გამოწვევა, რაც დიდი გამოწვევაა რა. ანუ ახალ წლებზე პროტესტი არ შენერებულა, ხო? ანუ 31-ში რუსთაველზე შევხვდი ახალ წელს. ყველა მე მგონი. მე პირველად შევხვდი საერთოდ რუსთაველზე ახალ წელს, რავი, ჩვეულებრივ სახში ხვდები ხოლმე. ხო და ანუ მთელი რიგი გამოწვევები გამოიარა, პლუს ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ რა უნდა დაგავიწყოთ, ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლების მიმართ მთელი რიგი სანქციები დაწესდა, ამასაც სანქციები რომელთა არიდებასაც ნაღდად ისურვებდნენ, ეხლა ის რომ სანქცია არის ჯილდო, ნუ ეგ თავად თუ შეიძლება არ ვიცი, კიდე რამდენი ჯილდოს მინიჭება შეუძლიათ, განმეორებით შეუძლიათ ღირსების ორდენები ჩამოარიგონ, ეგეც აღარაფერს არ ნიშნავს, არც ღირსების ორდენი და შესაბამისად არც მინიჭება და ანუ ამ პროცესში საგარეო ფლანგზეც ბევრი რაღაცა დაიკარგა ქართული ოცნებისთვის და ნუ შიგნითაც ისევ და ისევ რა აღარ არსებობს რაღაც კითხვის ნიშნები დემოკრატიობას თამაშთან დაკავშირებით, აღარ არსებობს კითხვის ნიშნები მათ ძალადობის ხარისხთან დაკავშირებით, ის რაც იწერება, ის რაც ვხედავთ არც კი ჭირდება რომ იწერებოდეს და ასე შემდეგ გადამეტებული ძალა და ასე უნდა გაჩვენებს ეს ყველაფერი ამ ხელისუფლების სახეს, ხო? მეორე მხრივ, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს, მე თავიდანვე არ მქონდა რაღაც ზედმეტად ოპტიმისტური განწყობები. ჩემი აზრით, ეხლა პროტესტი ძალიან ცქმედით და ცოცხალია რა.